დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად გვყავს ექიმი ფსიქოთერაპევტი გია სულაქველიძე. ადამიანი, რომელსაც სხვისიქავოს სამუშაოდ ექცა. ეს არ არის დამამშვიდებელი საუბარი. ეს არის დიალოგი იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავსაც კი არინდობს. გამარჯობათ, ბატონო გია, მზად ხართ ვისაუბროთ დროის გარეშე. ყოველთვის მზად ვარ. კარგით, მაშინ დავიწყოთ ცოტა უცნაური კითხვით. ბატონო გია, არის თუ არა ფსიქოთერაპია ზოგჯერ ძვირადღირებული თვითმოტყუება? არა. თუ კარგი ფსიქოთერაპევტია, ის ყოველთვის ეხმარება ადამიანს, რომელიც მასთან მიდის. და შეიძლება თუ არა ფსიქოთერაპევტმა ადამიანი გაანადგუროს არასწორი სიტყვით? ეგ დაუშვებელია. ჩვენ კოდექსში ეგ დაუშვებელი და მიუღებელია. რას მალავენ ადამიანები ყველაზე მეტად? კივილს, სიცხვილს თუ პასუხისმგებლობას? პასუხისმგებლობას. ამიტომ სჭირდებათ გაურბიან პასუხისმგებლობას და ამიტომ სჭირდებათ. კარგით. ყოლიათ პაციენტი, რომელიც თავიდანვე იცოდით, რომ დახმარება არ სურდა. მაგრამ მაინც თქვენთან მე ზუსტად ასეთი პაციენტები მიყვარს, იმიტომ რომ ისინი მოდიან და არ იციან სად მოდიან, ვისთან მოდიან. და ის ადამიანი უნდა გახდეს შენი წევრი. ადამიანი, რომელსაც ესმის შენი, ძირითადად ამისთვის მოდიან, რომ ამოიტანონ თავისი განცდები. შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს ჯანსაღი და მალავდეს თავის პრობლემებს? გასაკვირველია, არიან ჯანსაღი ადამიანები, ერთ-ერთი მიმართულება არის პროფილაქტიკა. ანუ ადამიანს რაღაცა აწუხებს და არ იცის. ჯანსაღია პრაქტიკულად ყველაფერი, მაგრამ განცდებია და ეს განცდები იწვევენ სხვადასხვა არა დარღვევებს, არამედ ცვლილებებს, რომელიც აღდგენა შეიძლება. ეს არის სპაზმები, თქვათ, სისხლძარღვების სპაზმები, განცდები და ამ განცდებს უხსნით ჩვენ. ძალიან საინტერესოა. რამდენად მართალია, რომ ზოგიერთი ადამიანი ფსიქოლოგიურ დიაგნოზს ფარად იყენებს? ეფარებიან? გასაკვირველია, კი. არის ასეთი ადამიანები, კატეგორია არის, რომელიც იყენებს თავის უსუსურობას. და მე არის, რომ აი ამ უსუსურობის გამო სხვები მეტ ზუნველობას იჩენენ მის მიმართ. ეს არის მანიპულაცია. შეიძლება თუ არა ადამიანი ფსიქოლოგიურად სუსტი იყოს და ეს ვერ ხვდებოდეს თვითონ. ყველა ადამიანი ფაქტიურად სუსტია. გარემოს გააჩნია, როგორი გარემოა. ზუსტად ჩვენი ვალდებულება არის, რომ ასეთი სუსტი ადამიანები ავიყვანოთ მაღალ კატეგორიაში. კონკრეტულად გეტყვით რა, მაგალითად არის მოჭადრაკეები. მოდიან და აი მასწავლებელი ამბობს პედაგოგი, რომ აი 10 არის და 10-დან 1 არის ყველაზე უფრო სუსტი, არ ჯერა თავის და განცდებშია. ზუსტად იმას ავიყვან ხოლმე მე პირადად, ჩემი აზარტია, რომ ის ადამიანი ავიყვანო მაღლა. ყველა ადამიანს აქვს პოტენციაში ძალიან დიდი ნიჭი. ყველა არის ნიჭიერი ადამიანი და ეს ნიჭი უნდა გამოამზიურო, შეუძლია დაეხმარო ამ ნიჭის აღზევებაზე. ეს არის იგივე სულის სწრაფობა. გასაგებია. შეიძლება თუ არა ადამიანმა ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით მოატყუოს დამკითხველი, ვინც კითხავს? გასაკვირველია. ეს რაში გამოიხატება? ძლიერია ფსიქოლოგიურად თუ მომზადებულია, იცის ეს მანიპულაციები რაც არის და შეიძლება ეს სიცრუის დეტექტორიც კი მოატყუოს. ძალიან სასიამოვნო, ძალიან საინტერესოა. თქვენი პრაქტიკიდან ადამიანები უფრო ხშირად იტანჯებიან ტრამვებით თუ საკუთარი არჩევნით იტანჯებიან? არა, გარე ტრამვებით ვერ ერევიან ამას. ძირითადად ტრამვები მოდის გარედან. ინფორმაციულია, ყველა ტრამვა არის ინფორმაციული. ელემენტარულად ახლა ავიღოთ, მაგალითად მე დაგირეკეთ თქვენ და გითხარით, რომ აი თქვენ ლატარიის ბილეთი მოიგეთ მანქანა.
აუ რამხელა განცდა დადებითი და უცბად გითხრა ისა შემეშალა მე და თქვენი არ არის ნომერი. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. ისიც ტრამაა პირველი. შოკია. ხო დადებითიც ზედმეტიც არ ვარ არაფერი. და მე უცბად გაგიბათილე ესა და ჩამოგიყვანე ნულზე. ეს არის ძალიან მძიმე ტრამა. ყველა ტრამა არის ინფორმაციული. ანუ ეს ჯერ არის ინფორმაცია და მერე ზემოქმედება. ყოფილა შემთხვევა, როცა ფსიქოთერაპევტთან საუბრის შემდეგ ადამიანი უფრო დაზიანებული ხოს. ეს რა არის ის არ შეიძლება ეს იგივე ქირურგია, ქირურგთან რომ მივიდეს ადამიანი, ჭირდებოდეს ოპერაცია და იმენ უფრო გაურთულოს ეს მდგომარეობა. გასაგებია, მაგრამ ხო არსებობს ქირურგებში ფატალური მდგომარეობები. რა არის ჩვენ პირველ რიგში მე ექიმი ვარ და ფსიქოთერაპევტი მე ჩვენ ფიცს ვაძლევთ. ფიცი ეს არ არის ჰაერში ჩამოკიდებული რაღაცა, მაგრამ ეს არის კოდექსი, მორალური კოდექსი შენში. შენ რაღაცის გეშინია, ვიღაცის გეშინია, ვიღაცის წამს, ვიღაცის პატივს ცემ. ხო? ამიტომ ამ ფიცს რო იძლევ, ესე იგი რაღაც დიდი ვალდებულება აქვს. ამიტომ არის რაღაცა, რომელსაც ჩვენ უფლება არ აქვს, რომ დავარღვიოთ. ადამიანში ფსიქიურად დაავადება წამიერად ხდება თუ პერიოდის განმავლობაში რაღაც? არის წამიერიც, უცბად მეხის დაცემასავით არის. უცბად მოხდა, აი თითქოს არაფერი და მაინდა-მაინც იქ დაეცა ეს მეხი და მეორე როდესაც გროვდება, მერე ამოხეთქავს. ეს ორივე მისაღები ფორმაა, მისაღები რა? ის არის უბედურება პირველი. როდესაც მოულოდნელად ხდება და აი ამ ნელ-ნელა რო ხდება, აქ დროულად თუ მოხდება, რომ დასაწყისში უჭირს და არ მიიყვანს ბოლომდე, გართულებამდე, მაშინ კიდე შეიძლება მისი მოbrunება. გასაგებია და ეს ფსიქოლოგიური სტრესები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანის შეიძლება მემკვიდრეობით იყოს. რასაკვირველია. მემკვიდრეობა არის დამოკიდებულება მისი რის მიმართ არის შენ სუსტი. შეიძლება ფიზიკურად ხარ სუსტი, მაგალითად სმენა დაქვეითება, მხედველობა ესა, ასევე ნერვული სისტემის სისუსტე შეიძლება იყოს. ძალიან კარგი. მაგრამ ეს გამოსწორებადია. გამოსწორებადია, ხო. დავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. არსებობს თუ არა პრობლემა, რომლისთვისაც თქვენ თქვით ოდესღაც. ამაზე საუბარი არ აქვს. რასაკვირველია. შენ უნდა იცოდე რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. ეს არის მთავარი, რომ მოდის პაციენტი ყველაზე უფრო რთულია, როდესაც უარს ეუბნები. იმიტომ რომ შენი კომპეტენციაში არ შედის. თქვენი აზრით რომელია ყველაზე სახიფათო ფრაზა, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავზე ამბობენ? მე ეს არ შემიძლია. ადამიანს ყოველთვის შეუძლია რაღაც ერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რომ ამბობს რომ დავიღალე, ხო? ერთი ნაბიჯი კიდე აქ წინ. ამის აწევა არ შემიძლია, მაინც შეუძლია წონის აწევა. შეიძლება თუ არა ადამიანი განიკურნოს თუ საკუთარი ტკივილი მისი იდენტობის ნაწილია. რასაკვირველია. თავისუფლად შეიძლება. რასაკვირველია. მინდა ეხლა გადავიდე შემდეგ კითხვაზე ეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩემთვისაც მინდოდა გესაუბროთ ამ თემაზე, თქვენი შეხვედრა ვანგასთან. დიახ. თქვენი აზრით ვანგას ფსიქიური მდგომარეობა ნორმალურია? რა არის ისეთ გააჩნია როგორ შეხედავ. აი მაგალითად გენიოსები რო ხატავენ რაღაც განსაკუთრებულ იმ მდგომარეობაში არიან და ხატავენ. და ვანგა იყო მუდმივ ასეთ მდგომარეობაში, სულ სტრესულ მდგომარეობაში და ჩემთვისაც უთქვია რომ მეო დავით ანჯეო, იმიტომ რომ ეგ ხედავდა იმას, რასაც ხვები ვერ ხედავენ. ეს ნავდი ფენომენი იყო, რომელიც ჯერ არ არის ამოცნობილი, მაგრამ არის ეს მარტივად რო თქვა, პირდაპირ იყო კოსმოსში ჩართული ინფორმაციულ ველთან. ჩვენს გარშემო არის საინფორმაციო ველი. მეცნიერმა თუ ავსდი და ის ასწრებს ხოლმე მოვლენებს, რაც ჩვენთან ხდება, ეს მანამდეა იმ ველში ჩაწერილი. როგორც ანონს რო ვაკეთებთ ხოლმე ტელევიზიაში, რო ხვალ იქნება ეს, ან პროგნოზი რო ამინდის, რატო ის არ გვიყვეს?
ამინდის პროგნოზს ვაკეთებთ, ხო? ესე იგი ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად გავიდეთ ამაზე და ადამიანი არის ძალიან ფაქიზი სულიერებით და შეუძლია აი ფაქიზ ველებში შევიდეს და იქიდან ეს ინფორმაცია მოიძიოს. გასაგებია და ერთი კითხვა ხომ არ დაგისვიათ შემთხვევით ვანგასთვის ესეთი მე მაქერ ღმერთის თუ წამდა. გასაკუთრებია ღმერთის წამდა პირველი ამბობდა ო ბოჟე ეს რაც იყო იქ რუსულად ქონდა ესა ო ბოჟე ღმერთო მადლიერება და ყველაზე დიდი ამბავია რომ მან დაიბარა და ეკლესია ააშენა. ბულგარეთში ააშენა ეკლესია. რაც გაიხსენებთ ყველაზე საინტერესოს ვანგასთან ურთიერთდამოკიდებულება. არის საინტერესო მომენტები, როდესაც ახლა ბედს მიყავხარ იქ, სადაც თქვათ შენი ბედის წერაა ეს. მაგალითად მე ამის წამს რომ სულ არ მიფიქრია მაგალითად ბულგარეთში ყოფნა და იქ რატომღაც წავედი რომ იქ მემუშავა, მაგრამ მე რომ მითხრეს რა გინდა ყველაზე უფრო ვანგას თუ შემახვედრებ და შეხვედრა იყო დათქმული. და მისულიყავი ჩვეულებრივად გადახდა როგორც წესი იყო უნდა გადაგოხადა იქ საბაჟო ყველაფერი ეს ამის დაცვა და მე უკვე უნდა შევიდე ვანგასთან გამოვიდა მისიდა და თქვა რომ თარჯიმანი მახვდა და თქვა რომ ვანგა ძალიან ცუდად არისო ვერ მიგიღებთო თქვენო ხო და ექიმი უნდა გამოვიძახოთო ჩვენ მეზობელი ქალა თავისი ექიმი ყავდა და ამ თარჯიმანმა ესეთი კარგი ჟურნალისტი იყო აქტიური უთხრა აგერ არ არისო ექიმიო შევიდა უთხარიო პირდაპირ მიახალა დას შევიდა უთხარიო რომ ექიმი არისო და თუ საჭიროა ეს მოგხედავს მანამდე შევიდა ეს და ისე ასიდად და გამოვიდა გაფეთრებული შემოვიდეს და ეს თარჯიმანიც ცივა არაო მარტო შემოვიდეს როგორია ახლა ენა არ ვიცი შევდივარ ოთახში სადაც არის რაღაც საკრალური ადგილი ვანგაწევს ხნეშის ქვემოთ ტაშტი აქვს პირღებინებისთვის ალბათ რაღაცა პროფილაქტიკა ამბობ შევდივარ ენა არის რა უნდა გააკეთო ხნეშის ქალი დაწოლილია აქ უნდა ჩაერთოს ინფორმაცია ტელეპათია ერთვება იმ მომენტში ტელეპათია უსიტყვო ურთიერთობა და მივედი და ჩემი მეთოდიკა ძირითადად იყო არა შეხებითი ენერგიის მიწოდება არის ასეთი უკონტაქტო ბიომასაში და მე სადაც საჭიროა იქ კონტაქტობის და იქ თვითონ სიტუაციამ გამაკეთებინა ასე რომ ორივე მაჯაზე მომპირე ხელი თვითონ გამაკეთებინა ვანგამ მე არა ჩემი არ იყო მას ჰქონდა ეს დიდი ძალა თვითონ მართავდა რადგან ზენა არ ვიცოდით ტელეპათიურად მითხრა რომ ასე მოვიდე ორივე მაჯაში ხელი აქეთ ინფორმაცია მოდის უკვე შენ ხარ იმ ველში ვანგასში და სამოვიდა ის ენერგია და დამასვა გულზე უფლება მომცა მემუშავა შენ ჩემი ხარო საერთო შვილივით რა და მე ჩაუტარე ეს манипуляცია რაც იყო როგორც გასაკეთებელი იყო ყველაფერი ისე ყველაფერი და დავშვიდა და წუნა და გამოვედი უკვე რომ კარგად არის რა ახლა იმ მომენტში გამოვედი იქ თარჯიმანმა მიყვა 21 წუთია იქ ყოფილა რა დაუნიშნიათ რა მაგრამ მე უთხრა ჩემი საქმე გავაკეთე მე ბედნიერი ვარ ეს იყო ჩვენი კონტაქტი და მეორე დღეს დარეკა რომ მოვიდესო პირადად უნდა შევხვდე მადლიერების ნიშნად და მე უკვე იყო ის გაგრძელება რაც მოყვა მას რო შევხვდი ცალკე მომიყვა ჩემ ბიოგრაფიას უცხოთ რა როგორ მივიწყებულიც ჰქონდა მითხრა მომავალიც როგორ იყო საქართველოს მომავალიც მითხრა რა როგორ ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ასე რომ ჰქონდა ეს ბედნიერება მივახლებოდი ერთ-ერთ ფენომენს ეხლა შეიძლება მაყურებელმა იკითხოს რატო არ სვამ იმ კითხვას რა გითხრათ საქართველოს შესახებ მაგრამ ცით პაჩონო მაყურებელო რატომ არ სვამ ამ კითხვას მე წინასწარმეტყველების ცოტა არ იყოს და არ მჯერა რა ვქნა ესეთი ვარ წინასწარმეტყველების მე მაგ ესეთი შეგრძნება უფალს რაც უნდა ის ყოველთვის მოხდება და არ არის საჭირო ამის თავიდანვე მზად ყოფნით დახვედრა. ეხლა ვანგაზე ამბობდნენ რამდენიმე პროცენტით რომ ის
ინფორმაციას იძლეოდა სიმართლის 80%-ს. ეს მეცნიერებმა ასე დაადგინეს რა და მე ჩვენ ძალიან ახლოს რომ ვიყავით ამ საუბარში მითხრა რომ ამა თუ გონიათო რომ მე ვერ ვხედავ, მე სულ ვხედავ 100%-იან, მაგრამ იმ 20%-ს არ ვეუბნებია. იმიტომ მე რო უთხრა ისო შეიძლება ერთმანეთს გადაეკიდო. აი ეგ არის სწორი მიდგომა მე თუ აი ამიტომ არ მინდა რომ გითხოთ ის რა გითხრათ საქართველოს შესახებ. მითხრა. კარგი, მაშინ ვთქვათ. არა, მე დღეს შემიძლია ვთქვა, ეს 99 წელს იყო. როდესაც მითხრა თქვენ იცხოვრეთ იმავე ტერიტორიაზე, რომელზეც ხართ. მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს, მაშინ არ იყო ეს ტერიტორიის ამბავი. შემიძლია ახლა ვთქვა უკვე რომ ეს მომწიფთა ღია თემა იმავე ტერიტორიაზე, რომელზეც ხართ. ეხლა თქვენ თვითონ გაშიფრეთ რა იყო ნათქვამი და როგორ. მე მაშინ ვერც მოვიაზრე. ეს დავწერე კიდევაც ჟურნალში მისი წინასწარმეტყველებისა. ჩემი უცებ ნაფიქრიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირში საქართველოზე იყო ლაპარაკი. საქართველოს. მე ქართველი რადგანაც ვიყავით, ანუ ის ტერიტორიები, რომელიც ანუ დაბრუნდება ესე იგი. ეს არის ის მინიშნება, რომელიც მისგან იყო და ცოტა რა არის ვანგას წინასწარმეტყველები დროში ცოტა გახანგრძლივებული, ანუ უცბად ზუსტად არ გეუბნება როდის, გეუბნება ზოგადად. თენგო, შენ გახდები მილიონერი. დიახ. გაიგე, მაგრამ არ გეუბნება ხვალ არა, მაგრამ გახდები. ეს ნაღდად იქნება, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ რამდენიმე ცდელობა იყო, თქვათ, ვანგას განადგურების ფიზიკურად შეეძლოთ მისი მოკლა სტალინსაც შეეძლო და გიტლერსაც. მაგრამ ორივემ ჩათვალეს, რომ ეს ფენომენი უნდა დარჩენილიყო. კარგი. მინდა ერთი შედარებისთვის, არ შედარება ქვია, აი ჩვენთან ყოფი აკულია წინასწარმეტყველი. ხო იცით ვიზე გომბ. გამიგია. კარგია. ნუ შედარებას არ შეიძლება, მაგრამ გჯერათ. მე რო ჩამოვედი, აქ პირველი რაც იყო, მე აღფრთოვანებული ვიყავი და ვეძებდი, ვინც მსგავსი იყო ფენომენი, რომ მეთქვა. და მოვიძიეს საშუალო მეგობარი ყავდა კაკულიას და მინდოდა რომ მეთქვა, რომ აი მე ვანგასთან ვიყავი, ესა და არ მოინდომა ჩემთან შეხვედრა. არ მოინდომა, ანუ ვანგა მისთვის იყო სხვა კატეგორიის ხო. როიტყვიან ვიში კლასიო. არ ვიცი ვიში იყო, ნიში იყო, მაგრამ რადგანაც ჩემთან არ მოინდომა, მე უკვე ჩემი დიაგნოზი დავსვი ამ ქალბატონის მიმართ. ასე რომ თუ შენ არ აღიარებ დიდ ფენომენს, რომელიც არის მსოფლიოში და ფილმები არის გადაღებული, ხო? იქ უკვე ელემენტარული შემხვდი, მითხარი, მე ჩემსაც მოგიყვები, შენი მითხარი, მაგრამ რო არ შევხვდი, ესე იგი რაღაცა გაქვს დასამალი. აი მე ასე მივიღე თორე მე ღიად ვიყავი ეს ვინც კონტაქტში იყო მასთან ახლოს იყო მე მანაც უარი თქვა მასე ასე რომ დანარჩენი ნახოთ მისი როგორ არის რანაირად არის მაგრამ ჩემთვის ის არ არის იმ რანგის შეიძლება ვიღაცისთვის იყოს რაღაცა წარმომადგენელი მაგრამ იმ რანგის არ არის როგორიც ვანგა იყო ესე იგი გამოდის რა ფიზიკოსი ხარ თუ ნიუტონს არ აღიარებ კარგი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე მაშინ არსებობს თუ არა ისეთი პრობლემა რომელიც თქვენ ჩათვალეთ რომ ამას არაფერი ეშველება მაგრამ მაინც დაიწყეთ ასე მუშაობა და ხელი მოკიდეთ მე მაგალითად აზარტული ვარ და ძალიან მიყვარს ისეთი დაავადებებთან შეჭიდება რომელიც უმკურნებლად ითვლება ეს ჩემი ჰობია და მოულოდნელი რაღაცები შედეგები ეხლა მოგახსენებთ რა ქართველებს აქვთ ასეთი ტერმინი გადაბელვა ხე რო არის დიდი რომ თითქოს გახმა ყველაფერი ამბავი რომ გადაჭრია და ყლორტებს ამოიყვანს ანუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ადამიანის უჯრედობის შეცვლა თავარი ეს მიაგნო იმ ამბავს და ადამიანს უყვარს სიცოცხლე თვითონ შიგნით მეს შიგნი რაც არის ჩვენ ხელს უშლით ხოლმე მას ზედმეტი ეჭვიანობით ზედმეტი გადავლით რაღაცა და
თუ მიაგენი იმ სწორ მიმართულებას, ის თვითონ აკეთებს. მე არაფერს, მე უბრალოდ ვარ ნავიგატორი. და ვეუბნები, რომ აი ორი გზაა, ხო? შეიძლება ეს გზა ზღლად მოგეჩვენოს, მაგრამ ამ გზაში მალე ჩახვალ და სიკეთით ჩახვალ. აი ეს არის ჩემი ფუნქცია. ნუმეროლოგიას როგორ უყურებს? იცი რა, მე ყველაფერს კარგად უყურებ, მაგრამ რაშიც მე არა ვარ, იმას ხელს არ ვკიდებ. იმას თავისი მრევლი ყავს, ყველაფერი საინტერესოა ძალიან, მაგრამ მე ჩემი მაგ რაც არის მედიცინა, ეს არის ბიოენერგო ფსიქოთერაპია. ეს ასეთი რამდენიმეა ფსიქოთერაპიის ბევრი მიმართულება, ჩემი ბიოენერგო ფსიქოთერაპია. ძალიან სასიამოვნო და ბოლო კითხვა დღეისთვის. არაფერს გითხავთ? მე მადლობა უნდა გითხრათ მოწვევისათვის, ეს არის პირველი შეხვედრა ახალ სტუდიაში. წინა სტუდიაში მე ვიყავი და გადაცემებიც მიყავდა, მაგრამ ისე არ აეწყო, ეხლა ეს ამ სტუდიას აქვს კარგი აურა. თქვენი პირველი ეს პირდაპირ დამაჯახეთ და შენთან ინტერვიუ. მე სულ სხვა ამპლუაში ვარ ამ ტელევიზიასთან. ხო, რაღაც სტატუსი მაქვს გარკვეული, მაგრამ თქვენ როგორც ახლა რესპონდენტი ისე მომიწვიეთ. ანუ თქვენ გააქვთ ის უნარი და ნიჭი, რომ მოიზიდოთ ის ადამიანები, რომელიც საინტერესო იქნება ტელევიზია თქვენი მაყურებლისთვის. ტელევიზია რა არის? ტელევიზიის პრინციპი რა არის, რომ მაყურებელი ყავდეს ბევრი. თქვენ გადაცემას უნდა ყავდეს თავისი მაყურებელი. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი მაყურებელი მიიღებს იმას, რაც იყო, იმიტომ ეს იყო სუფთა, იმპროვიზაციული, არავითარი წინასწარი განზრახვა არ იყო ჩვენი ურთიერთობას, რა შეკითხვებს მომწევ მე ასე შევთანხმდით, რომ წინასწარ არ მეწოდინება, მაგრამ მთავარია, რომ თქვენ თვალებში ამოვიკითხე ის, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მომავალი ამ მიმართულებით და კიდე ერთი გექნებათ რაღაც პარალელური, ეს შეიძლება ჩავთო ეს ხანდახან მაქვს ხოლმე სპონტანური ტელეპათიები, სპონტანური, ის სიტუაციურად გამომდინარე და გექნებათ კიდე პარალელურად, შეიძლება ამაზე ჰობი, რომელიც შეიძლება ამაზე უფრო მეტი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი. ურმესი მადლობა და კითხვა მაინც არ დამისვიდა, რატო? რა არის, ამოწურეთ ყველაფერი. არის ადამიანი, რომელიც არის სრულყოფილი. მე ადამიანებს კატეგორიად ვაყალიბებ ხოლმე, არის 50%-იანი, 80%-იანი. დღეს თქვენ იყავით 100%-იანი. 100%-იანი, იმიტომ რომ ჩემგან მიიღეთ 100%-იანი სიმართლე. და ამაზე მეტი თქვენი ფუნქცია რა დღეს იყო, არა. შეკითხვა უნდა დაუსვა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაშიფრავ და არ იცი. ხო და თქვენ პირდაპირ ხართ აი თეთრი ფურცელი და საკითხვა ძალიან მარტივია და ასე მინდა რომ იაროთ აი ამ დამოკიდებულებით. უღრმესი მადლობა. კარგად გზავნებოდეთ. დიდი მადლობა. ფსიქოთერაპია არ არის თავშესაფარი სუსტებისათვის. ეს არის გამოსტა მათთვის, ვინც სიმართლის ატანას ცდილობს. დღეს კითხვები არ იყო კომფორტული, მაგრამ არც სიმართლეა კომფორტული. მადლობა ჩვენ სტუმარს იმ პასუხებისათვის, რომლებიც ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ბევრს გადაარჩენს.